მდიდარი იყოთ, მაგრამ უღმერთოდ რა გაქვთ? არაფერი. იესო ამბობს, რომ უღმერთოდ მატერიალიზმი დამანგრეველია. ის ამბობს, ძნელია მდიდარისთვის ცათა სასუფეველში შესვლა. ის ამბობს, დაიცავით თავი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული. ხოლო ეშმაკი გვეუბნება, თქვენ მხოლოდ უსაფრთხოება გჭირდება დაბადებიდან სიკვდილამდე და ეს კმარა ბედნიერებისთვის. მოციქული პავლეს წერდა ტიმოთეს, ამ სოფლის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ. ნუ დაამყარებთ იმედს იმაზე, რის შეძენაც ფულით შეგიძლიათ. დაამყარეთ იმედი ღმერთზე. იესო ამბობს, თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე და ეს ყოველივე შეგემატებათ. დააყენეთ ღმერთი პირველ ადგილზე. დანარჩენზე ღმერთი იზრუნებს. მაგრამ თუ პირველ ადგილზე ფულს, სიამოვნებას და ძალაუფლებას აყენებთ, აუცილებლად მოტყუებულნი დარჩებით, ცარიელნი დარჩებით. საბოლოოდ არაფერი შეგრჩებათ ხელთ. ახალგაზრდა ადამიანების ეს თაობა საკუთარ შეხედულებებს ისე თავისუფლად გამოხატავს, როგორც სხვა არც ერთ თაობას არ შეეძლო აქამდე. და თქვენ გამოხატავთ იმას, რომ მოტყუებულნი ხართ. ამაში კი უფროს თაობას ადანაშაულებთ, როცა სინამდვილეში უფროსი თაობაც ასევე მოტყუებული დარჩა. თქვენ მოტყუებულნი დარჩით ზებუნებრივი ძალის მიერ, რომელსაც ეშმაკი ჰქვია. ამიტომ ბრალი დავდოთ მას, ვინც მართლაც დამნაშავეა, ანუ ეშმაკს. იცით, დეპრესია შეიძლება ადრეულ ასაკში დაემართოს ადამიანს და თანაც ეს დეპრესია ძალიან ძლიერი შეიძლება იყოს. 16 წლიდან 22-23 წლის ასაკს შორის შეიძლება დეპრესიის საშინელი პერიოდები გქონდეთ. გქონდეთ დაუცველობის შეგრძნება. თუ არ გაქვთ მიზანი ან მოტივი ან დანიშნულება ან ცხოვრების აზრი, შეიძლება არარაობად მიგაჩნდეთ საკუთარი არსებობა და გრძნობდეთ სრულ სიცარიელეს. ეს გაგდებ დეპრესიაში. ხანდახან დეპრესიაში ხართ, ხანდახან კი საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად ყველაფერს აკეთებთ. თავის წარმოჩენის სურვილი გაქვთ. ამა თუ იმ გზით ცდილობთ ყველას დაანახოთ, რომ კაცი ხართ და ამისთვის ექსცენტრულ ქმედებებს არ ერიდებით. ამ ყველაფერს კი აკეთებთ თქვენს პატარა სამყაროში, საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და ხალხის ყურადღების ცენტრში მოსაქცევად. ახალგაზრდებს წარუმატებლობის გრძნობა აქვთ და თავს სრულიად მარტო გრძნობენ. ერთი მსახიობი გასულ კვირას ჟურნალში წერდა, ნულოვან დონეს მივაღწიე, გავდივარ სცენაზე და ვთამაშობ, ან კამერების წინ ვდგები და ვთამაშობ. ხალხი ფიქრობს, რომ მე მაგარი კაცი ვარ. ოსკარზეც ვიყავი წარდგენილი, მქონდა იმდენი ფული, რამდენის შოვნაც ადამიანს შეუძლია, მაგრამ სახლში რომ ვბრუნდები, ნულზე ვარ. ვიხსნი ნიღაბს. მე ყველაზე მარტოსული ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში. ნეტავ შემეძლოს ხელი ჩავჭიდო მას, ვისაც ნამდვილად ვეყვარებოდი. შეგიძლია იესოს ჩასჭიდო ხელი. მას უყვარხარ, ის გაპატიებს, ის მოვა და იქნება შენი მეგობარი. ძმაზე უფრო ახლობელი გახდება შენთვის. მას სურს რომ მოვიდეს და ხელი ჩაგჭიდოს. მას სურს რომ მოვიდეს და გახდეს შენი მეგობარი. თქვენ გაქვთ მიზანი და დანიშნულება ცხოვრებაში. ფიქრობ ახალგაზრდები გამოწვევას ეძებენ. ჩვენ გვწყურია გამოწვევა. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მოგწონს ფეხბურთი. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ვგიჟდებით სპორტზე. ჩვენ მოგწონს გამოწვევა. ადამიანი გამოწვევისთვის არის მოწყობილი. მაშინ რატომ არ გვინდა რომ მივიღოთ სულიერი გამოწვევა? გამოწვევა იმისა, რომ შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება. მარტოობისგან ვიხსნათ ისინი. დავეხმაროთ, რომ ცოდვისა და დანაშაულისგან გათავისუფლდნენ. რატომ არ უნდა მივიღოთ გამოწვევა და გავყვეთ იესო ქრისტეს და შევცვალოთ მსოფლიოს სიყვარულით, ნაცვლად სიძულვილისა. შეგიძლიათ იგრძნოთ ქრისტეს სიახლოვე. შეგიძლიათ იგრძნოთ მისი ხელის შეხება, რა საოცარია, როცა მთელი დღის განმავლობაში გრძნობ ღმერთის ძალას, მის ძალაუფლებას, მის დიდებას. მნიშვნელობა არ აქვს გარემოებებს. შეიძლება საავადმყოფოს პალატაში ხართ, ან ნებისმიერ სხვა ადგილზე. შეგიძლიათ რომ ამ სასოწარკვეთილებას, დეპრესიას, ფიზიკურ უნარშეზღუდულობას უფრო დიდი ძალის მეშვეობით სძლიოთ. ეს არის სულიწმინდის ძალა, სულიწმინდისა, რომელიც მოდის და ჩვენში მკვიდრდება. რა საოცარია გქონდეს რწმენა, რწმენა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია და რა საკვირველია რწმენა, რომელსაც ძალუც თქვენი სამყაროსა და თქვენი ცხოვრების გარდა.